მანიფესტაციის კონტენტი ძალიან დომინირებს უკვე ბოლო რამდენიმე წელია. ეს კონტენტი ძირითად შემთხვევაში გვასწავლის, რომ რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა დავიჯეროთ ამ რაღაცის არსებობის და თუ არ დამანიფესტირდა ეს იმის ბრალია, რომ არასაკმარისად ძლიერად დავიჯერეთ. თუ შენც იმ ადამიანებს მიეკუთვნები, ვისთვისაც ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ ალბათ ღირს რომ ამ ვიდეოს უყურო. ვისაუბრებ იმაზე, რაც ვთვლი, რომ საზიანოა ასეთი ტიპის კონტენტში და შემდეგ უკვე ჩემს პირად პერსპექტივასაც გაგაცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ მე თვითონ ვიყავი ამ ყველაფრის მსხვერპლი და ზუსტად ვიცი, რამხელა დესტაბილიზაცია, რამხელა საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და შეიძლება ხანდახან სასოწარკვეთილებაც კი გამოიწვიოს. მაშინ, როცა ათასნაირ манипуляციას უკეთებ საკუთარ გონებას, იმისთვის რომ დაარწმუნო, რომ რაღაცა დაიჯეროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის რაღაცა რის დაჯერებასაც ვცდილობდით, მაინც არ რეალიზდება. ჩემი პირადი გამოცდილებით გავიგე ის, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ манифестация არ არსებობს. ადამიანებს ნამდვილად გვაქვს იმისი უნარი, რომ ავდგეთ და გავაჩინოთ ისეთი რაღაც, რაც ჯერ არ არსებობს. მე პირადად ეს არაერთხელ გამიკეთებია. პრობლემა უფრო ჩემი აზრით არის ის ვერსია, რომელიც მუდმივად ტრიალებს ინტერნეტში, რომ გაიფიქრე, დაიჯერე, გაჩნდება. ეს ვერსია გვიჩვენებს პროცესის პირველ და ბოლო ნაწილს, მაგრამ მთელი რიგი ის პროცესები, რაც აი ამ ორ მოვლენას შორის ხდება, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გამოტოვებულია. შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელიც გვაიძულებს, რომ საკუთარ თავს მუდმივად ვარწმუნოთ, რომ რაღაც მოხდება და გვაჯერებს, რომ ერთი პატარა ეჭვიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი манифестация არ განხორციელდეს. ეს არ არის სპირიტუალური პრაქტიკა. ეს არის მუდმივი დაძაბულობა და მუდმივი გონების იძულება, რომ რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში მოექცეს. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთვისაც ასეთი ტიპის კონტენტი იქმნება. იმიტომ რომ თუ კი манифестациას ირჩევ იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალო, დიდი შანსია, რომ არ გაქვს საკუთარ ცხოვრებაზე ავტონომიის შეგრძნება და манифестация გევლინება როგორც გარეგანი ხსნა. ამგვარი ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადი არის და მისთვის განსაკუთრებით უფრო ძლიერი იქნება ეს იმედგაცრუება, რომელიც სურვილის არ შესრულების შემთხვევაში იქნება გამოწვეული. და სულაც რომ აუსრულდეს ეს სურვილი, შედეგად ვიღებთ არა საკუთარ თავში რწმენის გაღრმავებას, არამედ რწმენის გაღრმავებას პრაქტიკაში, რომელიც თავის თავშივე არასრულია.